რა ვიცი, რა მინდოდა მე თქვა, იცი რა და მამა ნიკოლოზი არის ახალი გარდაცვლილი და სულ თავში მიმეტრიალებს ის აზრი, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ვერ უგებდა მას სასულიერო პირები და მორწმუნე საზოგადოების უმეტესი ნაწილი. და შეიძლება ვიღაცა უცხომ გაიგო, შეიძლება ვიღაცა აბსოლუტურად ისეთმა ადამიანებმა გაიგეს, რომლებიც ვერ წარმოუდგენელია, ხო? ან გაიგეს, იგრძნეს და რატო უნდა იყოს ესეთი პრობლემა, ვთქვათ, სასულიერო პირებთან. ან მორწმუნე ხალხთან, ხო? მრევლი რო ქვია საქართველოს ეკლესიის. რა ვიცი, რატო უნდა აზროვნებდეს ესე ადამიანი. მესმის, რომ ეხლა მამა ნიკოლოზთან შემოკრებილი ხალხი, ისეთი ხალხი იყო, ისეთი აჟიოტაჟი იყო იქ, რომ უცხო თვალისთვის ძალიან ძნელია, ხო? ყველაფერი ამის გაგება, რა ხდება, რატომ ხდება, რატომ აქებდნენ, რატომ ადიდებდნენ, თქვათ. მაგრამ ხო შეიძლება რომ შენ გამოძიება დაიწყო რა ადამიანმა და დაგაინტერესდეს, რომ ეს რატომ არის ესე, თქვათ, ხო? ადამიანს არ ქონდა აბსოლუტურად არაფერი, არც საკუთარი სახლი, ცხოვრებაში ტელეფონი, თავის ბერობაში ტელეფონი, აბსოლუტურად არანაირი კომფორტი არ ქონდა, ხო? არ ეძინა საწოლზე, ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით კარგად ეს, ხო? ამ დროს წლების განმავლობაში სკამზე ეძინა, მართლა ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, ხო? შიმშილობდა კაცი, განა არ ჭამდა, შიმშილობდა, გალეული დადიოდა, ხო, წლების განმავლობაში და ამას არ გვეუბნებოდა, ხო? რა მეტანიებს აკეთებდა, როგორ ცხოვრობდა, ფანჯარაზეც კი ცელოფანი ქონდა აფარებული, რომ გარეთ არ გაეხედა და კომფორტში არ ყოფილიყო. შუქს ეგარ ხმარობდა, რა ვიცი, რაღა უნდა თქვა, არ ვიცი, ხო? და შენ გამოთქვი ეგ აზრი ძალიან მაგრად მომეწონა, რომ ვერ მივხვდი რა მე თავიდან, რომ ბოლო 7 წელი საერთოდ სახლიდან არ გამოდიოდა. ფაქტიურად რაღაც მესვეტეობის 8 წელში იყო, ხო? თანამედროვე დროს. თანამედროვე 21 საუკუნეში და ანუ ხალხი მაგალითად ახლობელი რას მეუბნება, იცი რა, ამან ეს თქვა, ამან ეს თქვა რა, თეოფანე დაყუდებულმა ეს თქვა, იმან ეს თქვა, ბასილი დიდს ეს უწერია, ანტონი დიდს ეს უწერია, ბიჭო. განა არ მაინტერესებს იმათ რა უწერიათ, განა არა მაქვს თქვა ზოგიერთი, ხო, წაკითხული და ნანახი, ხო, მაგრამ შენთან მოვიდა ცოცხალი ადამიანი, ღმერთმა გამოაგზავნა, ხო, შენ ქვეყანაში ცოცხალი წმინდა ბერი, სიწმინდით რო ცხოვრობს და მე ის მაინტერესებს, ხო? მან და მაინც არა, იმით უნდა იხემძღვანელო რა, ანუ ის მასწავლის მე, გამიგე, ასე ვთქვათ, ხო? მან და მაინც იმით უნდა იხემძღვანელო შენ, რა წერია წმინდანთა ცხოვრებაში, ან ჰომელიებში, ან ხო გესმის რა, რას ვამბობ. რა ვიცი, ეს გრძელდება დაუსრულებლად რა. რომ მოიყვან მამა გაბრიელის მაგალითს, რომ მამა გაბრიელს არ აფასებდნენ, არა, ეგ დაავიწყდათ რა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში აბსოლუტურად არ იყო დაფასებული მამა გაბრიელი. არც აინტერესებდათ რა. ანუ ესე გრძელდება რა, პარალელებს როავლებ, რომ მამა გაბრიელიც ესე იყო, მოკლედ რაღაცა, ძალიან ისეთი თემაა რა, დამღლელიც არის რა. საერთოდ ზოგჯერ დავფიქრობ, იცი ლაზარე, ამ ლაპარაკსაც რა აზრი აქვს. მართლა ვფიქრობ რა, გულწრფელად ვამბობ ამას რა, რომ ბოდიში თითქოს ესეთი გამონათქვამი ხო არის რა, ხმამ ღაღადებლისა უდაბნოსა შინაო რა, ის იონე ეხლა მიდი უდაბნოში და ილაპარაკე, გაიგებს ვინმე? ან კიდე რომელი მქადაგებელინე ვარ, რომ ვილაპარაკო რა, გამიგე, დაგიჯერებს ვინმე? მამა ნიკოლოზსაც დაუჯერეს და რო დაინახა მამა ნიკოლოზმა, რომ ესეთი ავანტყოფი ფსიქოლოგია აქვს ხალხს, მეტი რა სიტყვა დავარქვა, ანუ არ გისმენს რა ხალხი რა, ეხლა მამა ნიკოლოზი რო გამოსულიყო, რომ ხალხო, ესექენით, დაუჯერა ვინმე? ხმამაღლა არ ამბობდა თავის დროზე რაღაცას, როცა საუბრობდა 2005 წლამდე? ხო წერდა კიდევაც არა, მაგრამ ღრმად მორჩილებაში ვინმე ემორჩილებოდა ლაზარე? გამიგე, რამდენიმე რაღაცა
ვთქვი ახლა და ბოდიში რომ ამდენი რაღაცა ვთქვი რა. ანუ გაჩერდა კაცი მდუმარების ღვაწლში ჩავარდა თუ როგორ ვთქვა, ანუ მდუმარების ღვაწლია იყო რომ ამ ხალხს მაინც არ ესმის არაფერი და ჯობია რომ ჩუმად ვიყო. თითქოს რა, თითქოს აი ესეთი რაღაც, თორე ახლა რაზე იყო მდუმარების ღვაწლში ეგ მარტო ერთი შემოქმედმა იცის ხო, მამა ნიკოლოზი. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ხალხი მაინც არ მოგისმენს და აი რა აზრი აქვს. ანუ ხალხი ისე არ დაგემორჩილება, ანუ მონასტერში მორჩილება არის ერთ-ერთი უდიდესი, ანუ მე ვამბობ წმინდა ბერის მორჩილება, წმინდა ადამიანის მორჩილება, ხო? ერთ-ერთი, ანუ მოძღვრის მორჩილება, წმინდა მოძღვრის მორჩილება, აი უსიტყვო მორჩილება რა. აი მე გაიგებ რაღაცას. მეც არ ვემორჩილებოდი. საქმეზე რო დადგეს. მე თავს კი არ ვიმართლებ რა. სადღაც რო ავიღოთ, მეც არ ვემორჩილებოდი, ხო? და რა ვიცი, აი ესე გრძელდება ეს გაუგებრობა. მე გული იმაზე მწყდება, რომ აი რატო არ უნდა, მე რატო უნდა მესმოდეს. ნუ მესმის რა, მამა ნიკოლოზის, რა ვქნა, როგორ თქვა, რომ არ მესმის, ხო? იმასთან შედარებით, რომ არ ესმით ძმა მოძღვრებს, ხო? საქართველოს სასულიერო პირების 95%-ზე მეც აბსოლუტურად არ ესმით. ზოგი ჩუმად არის, არაფერს არ ლაპარაკობს, ზოგს არ ესმის. საერთოდ მისი ამ ღვაწლის ნუ რა ვიცი რა ლაზარე რა. აი ეგ მინდოდა მე თქვა რა, ასე ვთქვათ რა. მე ბევრჯერ გამიგია შენგან არავითარი იმით არ ვამბობ რა, კარგად გამიგე, ქებით თუ რაღაცით თუ უბრალოდ გამიგია რა შენგან ბევრი რაღაც ისეთი, რომ რაც მე ძალიან დამხმარებია. მამა ნიკოლოზთან ურთიერთობაშიც კი დამხმარებია ეგ, რაც მე შენგან გამიგია რაღაც კითხვები რომ დამისვია რა. აი და იმიტომ ასე ვთქვათ, ბედავ შენთან ესეთ ლაპარაკს რა. ესე იგი მე მგონია რომ ყველაფერი იწყება ბერ გაბრიელიდან, აი თქვენ რომ გქონდათ ურთიერთობა ბერ გაბრიელთან. ის გზა გრძელდება, შინაარსობრივადაც გრძელდება და ფორმალურადაც ვერც მამა გაბრიელს ხო ვერ გაუგეს და ამბობდა კიდეც. ეხლა ამ ბოლოს ვიყავით და ავედი და ესეთი სურათი დამხვდა, რომ იქ სადაც საფლავი იყო ძველად მამა გაბრიელის. გადაკეტილია, ჯაჭვია და აწერია, რომ აქ არ გადააბიჯოთ თუ რაღაცა. ხო, შესვლა არ შეიძლება. შესვლა არ შეიძლება მიბრძანდით ტაძარში და იქ ლუსკუმაში ესე იგი ემთხვიეთ რა. ამ პატარა დეტალში და ეპიზოდში ჩანს მთელი აი ამ გზის გაუგებრობა. ანუ ბერი გაბრიელი, ბერი ნიკოლა, ანუ ჩანს აქ დამნახავი დაინახავს, რას ნიშნავს იქ არ შეხვიდე და არ ემთხვი. ანუ რატო ეს აკრძალვა? იმიტომ რომ ბერ გაბრიელი თქვა წმინდანის ნასაფლავარი არ არსებობს. ის დასაფლავებული რო იყო თქვა იქ, ხო? ის სამუდამოდ იქ არის. მისი სული, მისი ენერგია. ისევე როგორც თუ ის სადმე იმყოფებოდა. ანუ ეს ესე მარტივად არ არის. ფორმალურად რო უყურებთ, რატო არ ესმით მეთქი ბერ ნიკოლოზს? იმიტომ რომ ფორმალურად რო უყურებთ, აი ახლაც მაგალითად ჩვენ სანამ საუბარს დავიწყებდით, ხო იყო რაღაცა ისეთი გაუგებრობა თქვა და რა. მე მაგალითად შეძრული ვარ შიგნიდან და შეძრული რო ხარ ადამიანი, ხო? განადგურებული რო ხარ, ანუ მაშინ ხარ მზად, რომ შენ დაიწყო შინაარსისძიება და სულიერში ჩახედვა. სხვა შემთხვევაში ფორმალურად ეძებ გარეგანში და ეძებ იქ, სადაც არ არის. სულიერება ვერ იქნება გარეგანში. და ბერ ნიკოლოზი იყო ნაღდი ადამიანი ბავშვობიდან. სიმართლე მას მოსდგამდა. მე ეთქობა გაიზარდა ეს სიმართლე როგორც ჩანს. გაფართოვდა ხო? გაიღრმავდა ბერ გაბრიელთან და იმდენად გაღრმავდა, რომ სოფლისთვის აუტანელი გახდა. აი ეს არის ეთქობა რა. ჩვენთვის ზოგჯერ გავუგებარი, ხო? აუტანელი პირველ რიგში, იმიტომ რომ გიჭირს ამას ეს დაინახო
სოფლისთვის, ანუ საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, ერისთვის, ხო, როგორ გინდა ეხლა შენ დაალაგებული გაქვს, დაუთოებული გაქვს ცხოვრება, იცი რომ წახვალ რაღაცას იშოვი, მოხვალ, იცხოვრებ, ანუ ფორმალურში ხარ, ასე ვთქვათ, გამართული, წელგამართული ბრჭყალებში და უცებ ხდება ადამიანი, რომელიც გეუბნება, გელაპარაკება ან სიჩუმით, ან სიტყვებით, რომ ყველაფერს ნახts, ნამდვილს და შინაარსის მატარებელს, რომელსაც ჩვენ მთელი ცხოვრება გაურბიხარ. ხო, ან აბსოლუტურად სხვა წესით ცხოვრობს და ამ ადამიანზე ხალხი გიждდება, აპარატებს და შენ გიждები, არა, ერის ხალხი რომ ვა რა, სხვა წესით რო ცხოვრობს, იმიტომ აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებს და არა პირიქით. ანუ ჯერ კი არ იწყება ჭკუის ყოლოფობა და კი არ მთავრდება ეს სხვანაირი ცხოვრებით. ის სხვანაირი ცხოვრება, რაც ჩვენ თქვი, რომ არ ეძინა, არ ჭამდა, თქვა და არ ჭამდა თუ ხო, ბევრი რამე რა, შიმშილი თუ რა ვიცი, ყველაფერი წაშლილი იყო თუ რა ვიცი, სიგრძნეც, ანუ იქაური ჭკუა, აქაური უჭკუობაა და ეს გვაჩვენა მამა ნიკოლოზმა. ამიტომ არის რომ ალბათ ძნელი იყო პერ გაბრიელის გაგება და ძნელია მამა ნიკოლოზის გაგება, მაგრამ მე უბრალოდ სხვა მხრივაც ვარ, შეიძლება ითქვას რა ვარა, მე თვითონ არ ვიცი როგორ ვარ, მე ვთვლი რომ მამა ნიკოლოზის ფიზიკური გასვლის შემდეგ თუ რა ვიცი ზოგის აზრით მოკვდინების და ასე შემდეგ მე არ ვიცი როგორ გაგრძელდება ცხოვრება. კი, მეც ეგ მე პირადად ჩემი ცხოვრება, სხვის ცხოვრებაზე ესეთი გრძნობა. არის ეს გრძნობა, რომ იმიტომ რომ ხო ვიცი რომ თავგანწირული ადამიანი ხო, კაცი ხო, სხვებისთვის, ჩემთვის და ახლა ის ვთქვათ ფიზიკურად აღარ არის ასე ითვლება, თუმცა ჩემთვის ის ყოველთვის არის და ცოცხალი და შენთვისაც და ჩვენთვის. მაგრამ მაინც მე უბრუნდები წმინდა პერ გაბრიელის ხალხთან და გზასთან, იმიტომ რომ იქიდან დაიწყო სულ ყველაფერი. და სხვათა შორის ყოველთვის რომ უხარო და პერ გაბრიელის ხალხის დანახვა, ბერების დანახვა და ანუ მისი თანამე სენაკელების თუ როგორ ქვია თანა ერთად რო იყო იმ ხალხის და იქაც კი შემიმტჩნევია რაღაცნაირი უპირატესობის განცდა თითქოს თითქოს ბერ ნიკოლოზი თითქოს სხვა გზით წავიდა თუ რაღაც ამდაგვარი შეიძლება მე ვწდები. არა, უხაროდა კი რო ნახავდა კი. რო თქვათ აზიარებდა ვინცაც ულიერ პირი თუ სხვა მას უხაროდა და მე მაგალითად ვთვლიდი რომ ის ამ ფორმით და ამ გზით ეძახოდა იმ ადამიანს. კი. ისი დანახვა უხაროდა და უნდოდა. ანუ აი მე ისევ ჩვეულებრივი ვარ, ვიჭო, დამინახე რა, არა, თითქოს. თან შენს გაძალებდა კი არა, ხო? იმის პატივისცემას გასწავლიდა თუ გაიძულებდა, ხო? გაიძულებდა. შენ ხო ფიქრობდი რომ აი ნახე ვერ გაუგეს რა, მაგრამ აი შენ მაინც გაიძულებდა რა. და წარსულში ლაპარაკ ისტორია ეხაც მიჭერს რა, ეს ლაპარაკი რა ვიცი. ღმერთმა ინება დავსხედით, ხო? მაგრამ მაინც მიჭერს, იმიტომ რომ ჯერ ერთი მიჭერს წარსულში. ლაპარაკი არ მაქვს განცდა იმისი, რომ ეს წარსულში მგონია რომ ეს ახლაც მიმდინარეობს. მიჭერს მეორე მაინც რო ჩემი თანაკლასელია, ალბათ თანაბაღელია, ბავშვობა ერთად რაღაცა საფლავში რო წევს თუ როგორ ქვია, ცოტა ეს ხო, არა, მე რამდენია იცი დაზარე, მაინც ჩვენ რო ხალხმა ერთმანეთი არ ვნახოთ, რა, ძალიან გაგვიჭირდება რა, მე მგონი. ნუ ეს კიდე ცალკე სხვა თემაა, მაგრამ რა გამახსენდა იცი უცებ აი არის სასულიერო პირები, რომლებიც აშკარად რა პირდაპირ ამბობენ, აი ხო იცი ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგად. და მიკვირს გესმის იმ ადამიანს, ვთქვათ, ასეთ ადამიანებს, განვლილი აქვთ მონაზვნური ცხოვრება, 1 და 2 წელი კი არა, 10 წელი, ვთქვათ, 15 წელი რა. და შემდეგ აი ამ ადამიანს, ნუ ვთქვათ, ადამიანებს, ესეთ ბერებს, ასე ვთქვათ რა, ანუ სახელი აქვთ უკვე ეკლესიაში. და ასეთ ბერებს ეკითხებიან, ან ასეთ ბერს ეკითხებიან, რომ ვინ იყო მამა ნიკოლოზი. და სხვა ვინც არ იცნობდა მამა ნიკოლოზს. ნახე რა ხდება? მეუფეებიც
წმინდასინოდი რო ქვია, ხო? აი, ბევრი მეუფეც ესეთ ადამიანებს ეკითხებიან, რომ აი ვინ იყო მამა ნიკოლოზი და ის რა თქმა უნდა ეუბნება, რომ აი ხო ფსიქოლოგიურად ცუდად იყო რა. წარმოგიდგენია? აი ესეთი რაღაც არის რა, ხდება რა. აი უბრალოდ არ მინდა ეხლა რა, როგორ ვინ არის და რა. ყოველთვის ასე იყო, მე მგონი მართლმადიდებლობის ისტორიაში რაღაც ძველი მამები მოყავთ და პატერიგები და ასე შემდეგ. ყოველთვის იყო ქრისტედან მოყოლებული და ქრისტესთანაც მასე იყო სინამდვილეში. ის იყო სექტა და მისი მრევლი, რომელიც დაყვებოდა მას, იყო გიჟებად გამოცხადებული და ეს ამბავი, ასე ვთქვათ, არ არის ახალი მართლმადიდებლობის ისტორიისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ თვითონ წმინდა ბერი, როგორც ჩანს, არის უკვე რომ მოსიარულე ეკლესია და საიდუმლოებების აღსრულება მასში ხდება. იმიტომ რომ როგორც ეძახიან აღიარებენ ლაზარე ამას. სწავლება გვეუბნება რომ ქრისტეს მისტიური სხეულის ნაწილი, ასე ქვია წმინდანს, სვეტი, ასე ქვია წმინდანს. ხო, სული წმინდით თუ არის ადამიანი, აბა ახდება. რას ნიშნავს? რომ თვითონ მასში ხდება ის საიდუმლოება, თვითონ არის ის საიდუმლოება. სხვათა შორის როცა მოვიდა თურმე რომელიღაც მე არ ვესწრებოდი წესის აგება თუ რაღაც თუ რაც მოხდა იქ, მერე ესე იგი დაუწყია რომ სწავლება, რომ აი ზიარება საჭირო და ასე შემდეგ თითქოს ეს ჩვენ არ ვიცოდეთ და არ ვეზიარებოდეთ თუნდაც თქვათ ზოგიერთი ყოველ შემთხვევაში. არა, როგორ არ ეზიარება ხალხი, კაცო ჩვეულებრივ როგორც წესი და რეგიონი. რომ ეგრევე გაუჩნდა იმ ადამიანს უპირატესობის განცდა, მე თქვენ დამიძაბნე, საერთოდ არ მწამს, რომ წმინდანს აქედან ვინმე შეიძლება დაეხმაროს. იმიტომ რომ წმინდანი ქრისტეში გაცოცხლებული ადამიანია. როგორ შეიძლება აქედან მოსიარულე გვამი და იმიტომ რომ სანამ სული წმინდასთან მასში არ არის ადამიანი, ის მოსიარულე გვამია, იმიტომ რომ სული წმინდით არ არის გაცოცხლებული და მართული. და გვამი როგორ დაეხმარება გაცოცხლებულს. ეს კითხვები მე მაქვს მართლმადიდებლური სწავლებისგან გამომდინარე. და როცა ადამიანმა აუგო წესი და გამოვიდა და დაუწყო სწავლება იქ ადამიანებს რომ თქვენ უნდა ეზიაროთ, ანუ მას მაინც თვლი რომ გაუჩნდა უპირატესობის, ანუ შეიძლებოდა იქ ცალკეული ადამიანის გაყვანა თუ ასეთ ადამიანს დაინახა, რომელიც არ ეზიარებოდა, ან თქვათ ართული და საჭიროდ, მაგრამ საჯაროდ რო ეუბნები ამდენ ხალხს, შენ რა იცი, ვინ რა გზას გადის, ვინ რას ფიქრობს და ვის რას განიცდის ასეთი ბერის სასწავლო და სამოქმედო არეალის პირობებში, ანუ ასეთ ბერთან რო ხარ ამხელა სკოლას გადიხარ. რა სინამდვილეს ხო, ამ თვალი და აბა ჩემი თვალით და ჩემი ყურით დაინახონ და გაიგონონ თავისი ნათქვამი. ანუ ეზიარეთ თქვენ, ვითომ ჩვენ ისა ვართ რა ქვია რაღაცა. ეს ცნობილებაა სერიოზული. არა, იმიტომ რომ არ ხდება ჩაღრმავება. ჩემი აზრით პირველი აი რატო გავიხსენე ჩვენ როგორ დავიწყეთ ახლა. პირველი რა არ ხდება იცით თითოეულ ჩვენგანში, ჩვენ სინამდვილეში ვინ ვართ და რეალურად რას ვაკეთებთ. ამის მონიტორინგი არ გვაქვს, როგორც დღეს იტყვიან. ანუ რას ფიქრობთ და როგორ ცხოვრობთ. ამას ერთმანეთს კი არ ვადარებთ. ეგრევე მოყავს წიგნიდან ციტატა, ეგრევე მოყავს წმინდა წერილიდან, თუ გინდა, ეგრევე მოყავს ვიღაც მამის განმარტება ან აზრი, თითქოს ჩვენ იმ აზრის და განმარტების მიხედვით ცხოვრობდით. ჩვენ რო ისევ ცხოვრობდით, ასე ხო არ ვიქნებოდით, ანუ ჩვენ არ ცხოვრობთ ნამდვილი ცხოვრებით. ჩვენ ცხოვრობთ ყალბი ცხოვრებით, რომელიც ჩვენს გონებაშია დადგმული და არ უკავშირდება გულს. ამიტომ გულის ტკივილი მე პირადად ვამბობ ჩემ თავზე. გულის ტკივილი ნაკლებად უფრო ტვინის ჭყლეტა. უფრო ტვინის ჭყლეტა და რაღაც ტვინიდან გამოწორული ფორმულების, მზა ფორმულების მიწოდება რევლისთვის, როგორც რაღაც ჩამორჩენილი მასისთვის და შენ ხარ რაღაცა პედესტალზე მასწავლებელი. აი ესეთი, ასე ვთქვათ, სასულიერო იერარქია ნელ-ნელა ჩამოგვაყალიბდა. პირველ რიგში ალბათ მაინც წმინდანებისადმი უყურადღებობისა და უპატივცემულობის გამო. ჩემი აზრით არ ვიცი. ან არ დაჯერების გამო, ხო? ხო, არ დაჯერების, იმიტომ რომ ვერ დაუჯერებ, იმიტომ რომ შენ თუ სიყალბე გიყვარს, ვერ დაუჯერებ სიმართლეს. არც გჯერა. იმიტომ რომ შენ თავში არ გაქვს დანახული გზა აქეთკენ, მიდრეკილება აქეთკენ რო არ გაქვს,
შენ არ გჯერა რომ ეს ხო, მაგრამ სასულიერო პირს რა მოსდის ლაზარე, რატო ეს სასულიერო პირი ხო მოარჩია, რაც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მოდი. კაი, მამა ნიკოლოზეც ვამბობდა, მე არ ვიცი ის რახან ღმერთმა გახადა სასულიერო პირი. ის ვინ არის, ამიტომ პატივს ცემდა ხო ყველა სასულიერო პირს. მაგრამ სასულიერო პირი ხო არის ზოგიერთი ისეთი, რომ თქვათ ვერ ცილდებიან პატიოსნები, როგორ არ არიან, ხო? არიან, მაგრამ აი იმათ რა მოსდით, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება წმინდა ადამიანი დადიოდეს და მანდა მაინც კაცო იზომება. ადამიანის სიწმინდე იზომება, მანდა მაინც როგორ თქვა ეხლა შეიძლება კარგად ვერ ვამბობ ბოდიში, აი მანდა მაინც ათონის მთაზე რომ ვიღაცა ცხოვრობს წმინდანი. ან კიდე სადღაც გაიგეს, რომ რუსეთში სადღაც შორს სადღაც არის ვიღაცა წმინდანი. ან ან ამერიკაში, აი როგორც არიზონაში რო ცხოვრობდა, ხო? წმინდა მამა იყო ის საბერძნეთიდან, ანატომიდან ჩასული რა, ამერიკაში და გავრცელებდა, ასე ვთქვათ, წვალობდა მართლმადიდებლობის გავრცელებაში, ხო? მანდა მაინც ეს ათონის მთა რა არისო, კაცო, მამა ნიკოლოზმაც რა არისო, ეს ტრამპლინიაო, კაცო, ყველა რო იქ რომ მიდისო, ვთქვათ, ჩვენი ისენიო, სასულიერო პირებიო. არ ვიცი, რატო არ გინდა რომ შენი მიიღო? შენ ხო უნდა გიხაროდეს, რომ შენთან არის ვიღაცა ქართველი ძალიან დიდი მამა რა. არ უნდა მამა გაბრიელის რატო არ უხაროდათ? რატო არ ამბობენ ამას ხმამაღლა? რომ მამა გაბრიელის გარდაცვალების დროს მხოლოდ მეუფე დანიელი იყო. მხოლოდ მეუფე დანიელი ჩამოგძანდა, 1-5-6 სასულიერო პირი იყო და აი ესე დაითვლიდი რა, დაახლოებით 20-40 კაცი იყო რა. მამა გაბრიელის გარდაცვალების დროს, მაგრამ ჩვენ ვიგებდით, კაცო, ის პატარა ვიღაცა ცოდვილი ხალხი რა, შეიძლება უცოდვილესი. არ ვიცი რა, 20-30 კაცი ბიჭები, ასე ვთქვათ, ვინც ვიყავით, ბიჭებიც იყვნენ, გოგოებიც იყვნენ, ვინც დავდიოდით, ასე ვთქვათ. ის ხალხი უგებდა მამა გაბრიელს. ეხლა ხო არ შეუძლიათ თქვან, უარი თქვან, რომ აი არის ცით, ჩვენ ვერ ვუგებდით, მაშინ ისეთი დრო იყო, რა დრო იყო, 9 აპრილი იყო მომხდარი და მამა გაბრიელი 95-ში გარდაიცვალა, 5 წლის მერე, 9 აპრილის მერე, ხო? 5 წელია შენ ინტენსიურად დადის ხალხი იმაში, ხო? მაგრამ ეკლესიაში, მაგრამ შეიძლება იქნებ ამ რუსეთთან შეერთების გამო ტვინია გარეული საერთოდ ქართულ ხალხს. ამ 200 წლის განმავლობაში, ეს 200 წელი ცოტა ხო არ არის, კაცო? ეკლესიები გაძარცული, ეკლესიების გალობა იქნება თუ დღესაც კი ამას არ აღიარებენ, რომ წირვა ლოცვის მიმდინარეობა არის რუსული მეფის რუსეთის დროინდელი, ანუ ცენზურა გავლილი ლიტერატურიდან მიდის წირვა ლოცვა. აი რა არის ეხლა ამაში ცუდი, მე კი არ ვაკრიტიკებ თქვათ ამას. უბრალოდ ვამბობ ესე. სხვათა შორის ესე იგი მადლის კანონი ბოდიშით ხო არა მადლის კანონი აქ закон благодати რუსული სიცარე ტერმინი ანუ მადლის კანონში რო შედის ადამიანი ის სიბრძნე წუთის სოფლისა სიცოფიაზე და სოფლისა გადადის ცნობიერებაში რომელიც მადლის კანონში შესული ადამიანის აზროვნება არის ამ სოფლურად ამ ქვეყნურად უკვე ამ ქვეყნიურად თავისებურ სიგიჟეში გადასვლა იმიტომ რომ მოქმედებს მადლი ეხლა ამ მადლის კანონი გადააბიჯებინებს ადამიანს აქაურ კანონებს, ანუ წუთისოფლურ კანონებს და ამის ატანა და გადატანა ადამიანს თუ კი შესაბამისი აზროვნების ცხოვრების წესი არ აქვს, ანუ თუ ძალიან ისეთი ცხოვრებით არ ცხოვრობს, ხო, ასკეტურით. ბევრს კი არა, თითქმის არავის არ შეუძლია ეშინია ადამიანს გადააბიჯოს, იმიტომ რომ მადლის გარეშე მადლი აბიჯებინებს, სინამდვილეში მორჩილება მადლია, ესეც სხვათა შორის რუსულად ესეთი ფორმულაა სმირენია ბლაგადაც. ანუ მორჩილება მადლია, სხვანაირი მორჩილება მონობაა. ანუ მორჩილება არის ის, იმიტომ რომ ჩვენ მამა ნიკოლოზ რატო გჯერა, რომ ჩვენ და წამს და მიყვებით, იმიტომ რომ იქ ჩვენ გრძნობთ მადლს. გრძნობდით და გრძნობთ ახლაც.
და ამიტომ ვარ მორჩილი თორე. იმიტომ რომ სული წმინდას ემორჩილებოდი კაცო, იქ მე მეშინო და ბოდიში რო გაწყვეტინებ. ლაზარე მეშინო და შიში მქონდა ატუზული ვიყავი, იმიტომ რომ ხედავდი ბიჭო, ყველაფერს ხედავდა ჩემსას რა. მივახლოვდი ბოლომდე. ყველაფერს ხედავდა წლების განმავლობაში ადამიანი სახში რო ვიყავი, იმას ხედავდა კაცო. და გრძნობდი ამას, ეხლა ვიღაცა შემეკითხება, როგორ ხედავდა რა, როგორ აუხსნა. ხედავდა, ყველა სურათებში რომ ნახო, შეშინებული ვდგევარ, აი როგორც ეკლესიაში ზიარების დროს რო დგეხარ, თქვათ, ხო? ზიარების შემთხვევაში, როცა უახლოვდები, ხო, უდიდეს საიდუმლოს, ხო? ნუ რა ვიცი, ლაზარე როგორ აუხსნა, ესეთი შეშინებული ვიდექი მამა ნიკოლოზის გვერდზე. ბოლომდე და ეგ ცოტა გული წყდება, მაგრამ როგორც იყო. ხო და რუსებზე რო თქვია, აი რუსებს ფორმალურობა ახასიათებთ, ფორმალურობა, ესეთი რა უყვართ ფორმალურად მკაცრი, დაცული ისა ყველაფერი, ხო? მაგრამ აი რუსი მამაკო იოანე კრონშტადელი სხვათა შორის სექტას ეძახოდნენ მაგასაც ქრისტეთ აღიარებდნენ და გიждდებოდა მომაშორეთ ეს ხალხიო, მომაშორეთო. და სექტა იყო რა იოანე კრონშტადელის და მამა ნიკოლოზი იმხელა სიდიდე იყო. და არის რომ ის ამასაც არ ამბობდა, თუმცა არასდროს არ უთქვამს ქრისტე ვარო, მაგრამ არასოდეს არ უთქვამს არც ის ვინმე მომაშორე და რამე. იმხელა სიდიდე იყო, იმხელა მოთმინება და სინამდვილეში არა ალბათ სული წმიდით გაქრისტება ადამიანის, როდესაც ის ხდება სული წმიდის ჭორჭელი მფლობელი თუ რა ვიცი. ეხლა რაც არ ვიცი, არ ვიცი, რაც არ ლაზარე კიდე ერთხელ გასაგონად ვიტყვი რა. ფიქრების დანახვა ეს არის ფაქტი. არა, ნუ ეხლა ზოგი რო ამბობს, ეშმაკიც ხედავს, გამიგი აზრებს, ეშმაკიც ხედავს ადამიანის რაღაცას. ჯო რას ხედავს შენ? ჯერ შენ რა იცი ეშმაკი რას ხედავს? აზრებს არა. ხო, არა, ის საერთოდ ვამბობ. აი ჯერ შენ რა იცი რომ მარიგებ მე, ხო? რას ხედავს ის ბოროტი, ხო? შორს ჩვენგან, ხო? აი რა იცი შენ, კაცო? იმის გვერდზე დგეხარ, ნანახი ყავს, გიცხოვრია მაგასთან თუ რა არის, ხო? მე კიდე მაგას რომ მეუბნებია რა. შეიძლება ხედავდეს, ვთქვათ, ის ბოროტი, მაგრამ ის წმინდანი რო ხედავს ყველაფერი იმას, სარკესავით, შენზე უკეთესად რო ხედავს, შენ ვინა ხარ, ხო? ამას იყენებს რისთვის? შენი გადაკეთებისთვის. შენ რო გახდე უკეთესი. გამიგელაზარე რას ვამბობ? ხო. აი რაღაცას ვერ გამოვთქვა რა, მაგრამ აი ანუ აღარ იციან შარი რაში მოგდონ მამა ნიკოლოზის პიროვნებასთან დაკავშირებით. ანუ გასაგონად ვამბობ მეთქი რა მინდოდა მე თქვა. ბიჭო დაწერდა ზოგჯერ ეს დალოცული მამა ნიკოლოზი, ხო? წმინდანი ღმერთი ნარიმანი, აი მაგალითად, წმინდანი ღმერთი ნარიმანი. ბიჭო შევხედე გამეღიმა რა. ბიჭო ეს რაღაცა მეთქი, გამიგე პირველად რო დაწერა. ჯერ წმინდანი ღმერთი არსებობს? წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო ხო ამბობ, მაგრამ წმინდანი ღმერთი არ არსებობს, ხო? თქვენ ღმერთნი სამე ხართ, ხო? ფსალმუნებში ხო წერია რაღაც ესეთი, ხო? ბევრი რამეა ძალიან ღრმად გამოსაკვლელი, ლაზარე თვითონ სარწმუნოებაშიც ვინმე იკვლევს ამას საერთოდ. მე ვარ SSRK-ის პრეზიდენტი, მე ვარ აკადემიკოსების აკადემიკოსი. მე ვარ სოფლიო ბანკის პრეზიდენტი. ბიჭო დაწერა, კაი, მე ვარ ბაგრატიონი, ხო დაწერა ვთქვათ. მე ვარ გენეტიკურად ბაგრატიონი, ბიჭო, რატო მე ვარ მეფე თუ მეფე ნარიმან ბაგრატიონი, ბევრჯერ ხელმოწერა ყოფილა. კაი, მე დამიწერა რომ ბაგრატიონი ვარ. ბაგრატიონი ვარ ეხლა მე? დამიწერა ძმაო, გაჩვენო? ბაგრატიონი ვარ. ეხლა შე როგორ გონია, მე ვარ ბაგრატიონი? რა ვიცი, შეიძლება სადღაც ვიღაცა ურევია, მაგრამ ანუ რახან დამიწერა ვარ? ბიჭო, ბევრი რაღაცა დაწერა კიდე იქ. ბევრი რაღაცა დაწერა, ლაზარე. ვერ ვიტყვი თქვათ რა დაწერა. აი იქ იმას ესე უყავით ამის უნდა ავიდე და რა ვქნა ეხლა იმას, რა ვქნა ეხლა იმას. ანუ ძალიან გაუგებარი თემებია. ან მანდამაინც ამას რო წერს, შენ ამას რატო ეძახი? გამიგე, თქვათ. მე ეს გავრცელდა ვიღაცამ ასე ვთქვათ, ესე გავრცელა, ერშიც გავრცელა და ერშიც მეტი რა უნდათ, რაღაცა აიტაცეს, თუ შენ გამომძიებელი კაცი ხარ, თუ შენ გაინტერესებს საერთოდ ვინ არის წმინდანი, რა არის წმინდანი, ესე რატო წერს, ისე რატო წერს, ან საერთოდ რა არის სალოსობა, მოდი, აბა შენ თვითონ მოდი, ჩემი რატო გჯერა?
შენ თვითონ მოდი და გამოიძიე, შენ თვითონ ნახე რა. სასულიერო პირი თუ ხარ, უფრო მეტი არ უნდა გესმოდეს. მიდი მამა ნიკოლოზთან და უთხარი რა. უთხარი ესე რატო შვები, ისე რატო შვები. ვინმე მივიდა? აბსოლუტურად არავინ არ მედიოდა ძმაო. აი ეს რა იყო? აი ვერ ვიგებ, კიდე ვერ ვიგებ ლაზარე. რატო არ მიდიოდნენ? რატო არ უნდოდათ? ანუ რა არ ვიცი. არა, ხაზია, საერთოდ მე ესე მიმაჩნია რა, რომ დიალოგი საერთოდ არის, დიალოგი არის ხაზი, სააზროვნო ხაზი, ერთ მხარეს ერთი დგას, მეორე მხარეს მეორე. თუ ერთ სააზროვნო დიალოგზე არ დგას, ადამიანებს შორის დიალოგი არ ხდება. მამა ნიკოლოზთან დიალოგის ერთადერთი ფორმა იყო ჩემთვის მადლი, ანუ მორჩილება. თუ მისგან მადლი არ მოდის, შენ ვერ ემორჩილები და ეხლა იცი რა არის, როგორ უნდა დიალოგო ადამიანს, რომელიც ადამიანს ცulis. ანუ მამა ნიკოლოზი ცulis, გასაგებია, მაგრამ აი სასულიერო პირი რო არ მიდიოდა. იქ ვერ არის მისი. არ ესმოდა. ხო და უბრალო ადამიანებს რო ესმოდათ ლაზარე. და ამაში საქმე რამდენჯერ გადმოუხედავს მამაოს ჩემთვის დგევარ კუთხეში, ჩემი კუთხე მქონდა როცა მივიდი და მიგრძნია თვალებში ასე გამოუხევა, აი მე ესე. ანუ და გრძნობდი მაგ დროს, რომ ის უბრალოდ ითხოვდა ჩვენგან უბრალოებას და სიყვარულს. მაგარს. ეს არის პირველი მოთხოვნა, რაც შეიძლება ადამიანს წმინდანმა და საერთოდ ღმერთმა და საერთოდ ცხოვრებამ წაუ ყველაზე ძნელი ეს არის. აი მაგაზე რა გამახსენდა? ხო არის სახარებაში, დალოცულ სახარებაში დაწერილი. ბიჭო, ადამიანს რო ხედავო, თუ ის ადამიანი არ გიყვარსო, ღმერთი როგორ გეყარებაო, ხო? ანუ ტყუილია ჩემი ქრისტიანული ცხოვრება. ეხლა ლაზარე რაც არ უნდა კარგად ვილაპარაკო, რაც არ უნდა მაღალფარდონად თუ რაღაც მისაღებად ვილაპარაკო, ხო? თქვა და ვითომ რაღაცა ქრისტიანი ვარ ესეთი, გაიგე? ბიჭო, მე თუ საქმით მე თუ ძალიან გულწრფელი არ ვიქენი, ხო, განგების წინაშე, ხო? ის რამე ჩამითulis. ანუ მე თუ ადამიანი არ მიყვარს. ეხლა მე თუ თქვათ ბიჭო, არ მიყვარს ისე ადამიანი, რა თქმა უნდა, როგორც მამა ნიკოლოზი, ხო, აბსოლუტურად ზედმეტია, მამა ნიკოლოზ ისე უყვარდა ადამიანები, შეიძლება ითქვას განურჩევლად, რომ მე მაგას ვერ მივახცევ ვერასდროს, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ელემენტარულად რო ეცადო, რომ შენ ადამიანი თუ არ გიყვარს, ესე იგი ღმერთი არ გიყვარს, ხო? ადამიანი, რომელსაც ხედავ შენი თვალით. იგივე მინდა ვთქვა, ვინც მეუბნება მე იმას, რომ აი თეოფანე დაკეტებული ესე წერს, ის ესე წერს, ეს ესე წერს, გამიგე? ბიჭო, ადამიანი, წმინდანი, რომელსაც ხედავ, შენ იმას თუ არ უჯერებ, იმ თეოფანე დაკეტებულს როგორ დაუჯერებ, რომელიც საერთოდ არ გინახია. ან რა იცი რომ იმას ზუსტად ესე დაწერა? გამიგე ლაზარე, ის თქმა მინდა. სხვათა შორის მამაო მისიც უთხრა, მე მგონი, რომ ესე იგი მე მგონი არა ნამდვილად თავად მითხრა, თვითონ თქვას ვისაც უთხრა, მე მეირჩევნია ქრისტე მიძახონო, ვიდრე ანტიქრისტეს გავყვენ. ხო, ანუ ეგ მაგარი სიტყვებია, ძალიან. ანუ მე მეირჩევნია ქრისტე მიძახ, ანუ ის იმ სულით გაზრდის. იმ ქრისტეს სახელით, ქრისტეს სულით, ვიდრე ანტიქრისტეს გავყვენ. ხო, ანუ ნახე რამ ხელა მოძღვარია, ვთქვათ. არის ყველამ ვიცით ბოლოჟამია, მამა გაბრიელიც ამბობდა ანტიქრისტეს შემონჯღრებას, შემონჯღრებას ლამობსო უკვე, ხო, კარებისო. და თუ ესეთი ის არის ჟამია, ხო? ადამიანები ხო ადვილად ტყუდებიან. თუნდაც მოდი რა, ან აცრები ავიღოთ, ან რაღაცა ვიღაცა ნებისმიერ რამეზე ტყუდება ადამიანი ადვილად, ძალიან ადვილად ტყუდება რა. ბიჭო, ის რომ მოვა დაწყობილი ვიღაცა ანტიქრისტე, გამიგე ესეთი რაღაცა განაზებული სათნო სახით, გამიგე და თან ქრისტეს ემგვანება, ხო? ასე ვთქვათ, სასულიერო პირი იქნება თუ რა იქნება, უფრო ვერსია ესეთი, ხო, სასულიერო. ბიჭო, შენ ხო არ უნდა მოტყუდი, ანუ კაცი გასწავლიდა, შენ წმინდანი გასწავლიდა, რომ არ მოტყუებულიყავი. ვერა, ბიჭო, ვერ შეიგნეს, გამიგე რაშია საქმე? ხალხმა ვერ შეიგნო, ვერ დააფასა ეგ რა. არა, ლაზარე, როგორ ავთქვა, აბა? ხო. ვერ დააფასა ეგ ამბავი, ხო? ან კიდევ თქვათ ვიღაცა სასულიერო პირი, მაღალი იერარქიის, თუნდაც პატრიარქი ვთქვათ, ავიღოთ ილია მეორე, ხო? ამბობს ღიად გამოდის, ჩაწერილია
გვერდზე დგას ივანიშვილი, მამატარიელი, სიკინჭილაშვილი, ყველა მიცის. მამატარიელი, კაი ადამიანი, ასე ვთქვათ და ივანიშვილი და ამბობს ხმამაღლა პატრიარქი ილია მეორე იმას, რომ აი ელია ორმაგათო ღმერთის სახელიაო. ელ და იახვე. მერე ეს, ხო? ანუ შენ სარკისებურად რა, მამა ნიკოლოზი, ნახე, განახებს თურმე როგორი აუტანელია, რომ ვიღაცას ეძახო ღმერთი. აი სარკისებურად რა. აი ავხსენი თუ ვერა, აი ან თუ შენ შეგიძლია რომ განავრცო რა. ანუ აი როგორც მამა ნიკოლოზს ხო ქონდა ესეთი თვისება, რომ აი შეიძლება რამდენიმე კაცი ყოფილიყავით, შენთვის ელაპარაკა რაღაცა, რომელიც მე მეკუთვნოდა. ანუ მე არ მეტყოდა იმას რა, ზოგჯერ. განაეხათრებოდა, ну ზოგჯერ ყოფილა რომ რაღაცა უთქვი, მაგრამ აი მე არ მეტყოდა რაღაცას, ანუ ან კიდე თავის თავზე იტყოდა რაღაცას. მამა გაბრიელსაც აბსოლუტურად ესე ქონდა რა. მაგრამ ამას რო ეუბნები შენ, ამას რო ხალხს უხსნი, აი ეხლა ეს ლაპარაკიც, აი ხო გავა ხო ჩაწერს რა ადამიანი, გავა სადღაც ინტერნეტში, აბსოლუტურად თითქმის აზრი არა აქვს რა. რომ აი მე რასაც ვლაპარაკობ. არა, იტყვიან რომ არა, კაცო ეს რაღაცას უგედავს, რაღაც იტყვიან. ხო, რაღაცას სხვა დრო ჩაირთო მაინც მამა ნიკოლოზი. აი როგორც შენ თქვი, ხო, ის არის. მუსიკური გასვლის შემდეგ სხვა დრო ჩაირთო. სიგიჟეა რა, რასაც ლაპარაკობ რა. ძალიან მძიმე რაღაცეებიც ხო, ანუ სკერსაც გაჩვენებდა, საკუთარ თავზეც იტყოდა ხო საშინელ რაღაცას. კი, როგორ არა, მაგრამ ხო, რა ვიცი. ამიტომ როგორც ჩანს რა, რომ გავიდა მე მაინც თვლი რომ ის კინო რომელიც გადიოდა საჯაროდ და ყველას დასანახად და მოსასმენად ის არ იყო მთავარი კინო მამა ნიკოლოზის. მამა ნიკოლოზის იყო პირადი ურთიერთობა ადამიანთან, მისი შეცვლა, კორექციის შეტანა, ანუ და მეორე, ანუ გაწმენდა ადამიანის, ხო გაგიტარებია დღე ღამე მასთან და მაგალითად მე მთელი ღამე ვიყავი და ვარდს შეაფურთხებ და ხო თქვათ, მაგრამ თავარი მაინც მისთვის იყო ჩემი აზრით არა ეს, არამედ ის რომ მან ჩატოვა ლაპარაკს მხოლოდ ამ შემთხვევაშია ხაზრი და მართალი გითხრა მე შიგნით ის ამაქვს რაღაცნაირი რიდიკი არა, აი შე როგორც ამბობ რომ რა მაგრამ ჩატოვა მან ამ სამყაროში მატრიცაში ისეთი ხაზი, რადიუსი, რომელიც დროში ვექტორი, რა ვიცი რაც კიდე დაარქვი, ჩატოვა ნიშნავს აი როგორც ღუზა ჩაუშვა, ჩაამკვიდრა, რაღაცა როგორ არ ჩატოვა ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ ექნება გაგრძელება თვითონ ჩვენგანში. მე მაგალითად ძალიან ძიმეთ ავდივარ ამ პერიოდს, სიმართლე რომ ვთქვა. და რომელსაც ექნება აუცილებლად გაგრძელება, როგორც თვითონ ჩვენგანში ისე ხალხში და ნელ-ნელა გაცხადდება და ნელ-ნელა გამოჩნდება თუ სინამდვილეში ვინ იყვნენ მამა ნიკოლოზი ან მამა გაბრიელი. ჩემთვის მაგალითად ამ ორ საფლავს შორის ხაზი პირდაპირ აი მისტერ ღვთისმეტყველებას რო ეცახი, პრაქტიკულად დავინახე რომ ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ძალიან სერიოზულად, მაგრამ მე ის ნახე ლაზარე, არის მამა გაბრიელის ხალხი, არის კატეგორია, არ ვიცი საქართველოში რა დონეზე იცნობენ, მაგრამ არის ერთ-ერთი მეც ვიყავი, შეიძლება ითქვას რომ მეც ვიყავი რა, რომელიც დღეს ასე ვთქვათ ამ ხალხთან, ესე იგი ეს ხალხი, მამა გაბრიელის ხალხი 90%, 95% მამა ნიკოლოზს არ იღებს, აბსოლუტურად ვერ მიიღეს მამა ნიკოლოზი, მით უმეტეს ზოგიერთი ახსარებას აბარებდა მამა ნიკოლოზთან. ნახე რა ხდება? რატომ მინდა ეს ვთქვა? განა არ უყვარდათ მამა ნიკოლოზი, ძალიან უყვარდათ, კაცო, ვინ ამბობს რომ არ უყვარდათ? და მამა ნიკოლოზსაც. მამა ნიკოლოზსაც ძალიან, მამა ნიკოლოზს, რა ვიცი, აი უფრო ის ხალხი შეიძლება ითქვას ზოგჯერ უყვარდა და უფრო იმ ხალხს ენდობოდა, ვიდრე ვთქვათ, როგორც ახალ ღვინოს ნუ ენდობიო რა, რომ დაჯდებაო, ხო, რომ დაილექებაო, ხო, უფრო სასიამოვნო დასალევია, ხო, რაღაც ესეთი გამონათქვამიც ხო. მაგრამ მამა გაბრიელმა თითქოს არა,
ხო არის ესეთი კიდე ერთხელ გავემეორებ. მოდი ვიტყვი, ხო? მამა გაბრიელმა უთხრა რომ შენ ვერ გამიგებ მე ნიკოლოზო. 94 წელია რა და ვერ გამიგებ ნიკოლოზო, ვერ გამიგებ ნიკოლოზო, ეუბნებოდა. სანამ ქუჩა ჩემსავით არივლიო რა. აი მე ხო ბაზრებში დავდიოდიო, მე ხო მათხოვრობდიო, მე ხო აი ესე ვიყავიო სულ ქუჩაო, ხო? ხო და სანამ ესე არივლიო, არა ვერ გამიგებ. მამა გაბრიელო, კიო, არ არის პრობლემაო, ვივლიო მამა ნიკოლოზმა. არ არის ეგ, მაგრამ ეს მრევლი არ მომშორდებაო. ანუ მამა გაბრიელის ის მრევლი იყო იგივე მამა ნიკოლოზის მრევლი რა, ანუ უმეტესი რა აღსარებას აბარებდნენ და ცხეთაში, ოლღას მონასტერში. დღევანდელი სადგურის ტერიტორიაზე მთაზე, ხო? ეკატერინეს მონასტერიც ქვია, ხო? ხო და მამა გაბრიელმა დაიწყო მერე ამ ხალხთან მამა ნიკოლოზის ლანცვა. ანუ მამა ნიკოლოზი წავიდა, დაიწყო ქუჩა სიარული. მამა გაბრიელი ისევ ცოცხალია, იმ სასულიერო პირების გასაგონათაც ვამბობ, რომ ეს ისტორია იცოდნენ რა. თუ არ იციან კარგად და თუ იკადრებენ ჩემ მოსმენას რა, ასე ვთქვათ რა. 94 წელია. გავიდა მამა გაბრიელი და აი ისა გავიდა მამა ნიკოლოზი და დაიწყო მამა გაბრიელმა ლანძღვა ხალხი. ისა მამა ნიკოლოზის. ბერი უნდა იყოს მონასტერში, ბერი უნდა იყოს მონასტერში. ნებისმიერთან ამბობდა რა. კეთილო ბექაური იქნებოდა, ონიანების ოჯახი იქნებოდა თუ რამაზი თუ ყველა ბევრ ხალხთან რა, გიგა თუ ყველა რა, მერაბე და ასე შემდეგ. ანუ რისი თქმა მინდა, მამა ნიკოლოზი, არ ვიცი, მირქმა იყო, რომელი დღე იყო, მამა გაბრიელისგან ასე ვთქვათ, წავიდა პირველად ონიანების ოჯახში მივიდა, ოჯახში ცხოვრობდა ერთი 6 თვე თუ 8 თვე, არ ვიცი ზუსტად, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მერე ზემო ვერაზე ცხოვრობდა, ჯერ ისინი ვერაზე ცხოვრობდნენ. მამა კირიონ ონიანის ოჯახში რა. მერე ზემოთ დაიქირავა თუ გადავიდა ზემო ვერაზე და უკვე დაიწყო ნენელა ბინების ცვლა, ერთი 40 ბინა აქვს გამოცვლილი და 40 ადგილი აქვს გამოცვლილი რა და მამა გაბრიელი სანამ ცოცხალი ბრძანდებოდა, ხო, ცოცხალი რო იყო, ამ ხალხთან ლაპარაკობდა, რომ ნიკოლოზი გაგიჟდა, ნიკოლოზი გადაირია, ბერი მონასტერში უნდა იყოს, თქვენი ბრალია, რომ თქვენ ეხმარებით საჭმელი მიგაქვთ, თანხით ეხმარებით, ქირით ეხმარებით და ასე შემდეგ და კიდე უშვერ სიტყვებსაც ამბობდა, ვერ ვიტყვი ასე ვთქვათ რა, კარგად გამიგეთ, რომ აი ეს და ამ ხალხმა მოკლედ საბოლოოდ ბოლოს დაიჯერეს რა, რომ აი ეს არის მამა ნიკოლოზი ცუდად არის რა. სადღაც ამ ხალხსაც არ გაემტყუნება რა ვთქვათ. მაგრამ ხო შეიძლება იფიქროთ, ჩართო რაღაცა, გონებრივად რაღაცა იფიქრო ოთარ ნიკოლაიშვილთანაც სხვათა შორის. ამას ლაპარაკობდა მამა გაბრიელი, ზოგჯერ ცალ-ცალკე, ზოგჯერ ერთად რო იყვნენ მამა გაბრიელთან მისულების ანახავად და გავიდა წლები, ეგ დაეცემა, გაიგე, დაეცემა მერე დიდი ბერი გახდება და ხალხი ელოდა ათეული წლებით მამა ნიკოლოზი როდის დაეცემოდა რა. ნუ მოკლედ რისი თქმა მინდა, რომ მამა ნიკოლოზმაც კაცო მოიტყუა მამა გაბრიელმა, ანუ ხალხი მოიშორა. ხალხი მოაშორა რა, რომ მამა ნიკოლოზს მისცა ბერული ცხოვრების, ცალკე ცხოვრების დაყუდების საშუალება. იმიტომ რომ მე მახსოვს ერთხელ ზემო ვერაზე რო იყო ონიანების ოჯახის მერე, სულ ზემოთ იყო ვერაზე ბელინსკის ბოლოს რა და რაღაცაზე მივედი, გამიგე ლაზარე, რაღაცის შესაკითხად რა და ლოცვთა წმინდათა უნდა გეთქვა აუცილებლად და ნუ თქვი ლოცვა და არ შემიშვა რა. და შევედი ბიჭო ცალით როგორ გავბედი რა და სხვათა შორის მეტანიაში ესე ტახტზე მეტანია ქონდა გაკეთებული და ნუ ალბათ ლოცვაში იყო ხო და ნუ არ სიამონა რა თქმა უნდა თავხედობა გამომივიდა ხო და ანუ დაყუნდებაში ხელი შეუშალე რა. ის ხალხი, ვინც მამა გაბრიელთან დადიოდნენ, ხო, ისინი აბსოლუტურად ყველა ჩამოშორდა რა.
კი მიდიოდნენ ზოგჯერ ვთქვათ, როგორც მალხაზჯინორია ვთქვათ, მაგრამ ამათში ერთი მალხაზჯინორია იყო, რომელიც უფრო მიდიოდა რა, მაგრამ მალხაზიც არ იყო ეს ხან ისე ფიქრობდა, ხან ასე მამა ნიკოლოსთანაც დაჩოქებული მინახია რესპუბლიკურ სამავთყოფოში ვთქვათ და უთქვია მალხაზს რომ მამა ნიკოლოს ბოდიში რომ აი მე ესე ვფიქრობდი და არა მალხაზ რა გაქვს შენ საპატიებელი მალხაზ ესეთი ბათუმური კილოთი ხო და ნუ ესეთი ურთიერთობა იყო რა ანუ იმ ბერულ ცხოვრებაში როგორც ვთქვით დაყუდებულ ცხოვრებაში ანუ საშუალება მისცა მამა გაბრიელმა ანუ შეუქმნა ესეთი პირობა რომ მამა ნიკოლოს ეცხოვრა სერიოზული ბერული ცხოვრებით მარტო დაყუდებული რა და რო ადარებენ იმას რომ აი გადაიღეს ახლა ფილმი ხო ვთქვათ ბერძენი წმინდანი როა ათონის მთაზე რომელია ცნობილი წმინდანი რა ბერძენი წმინდანი როა მრავალსერიანი როა ხო მრავალსერიანი ფილმი ხო და აი ნუ ფილმი გადაიღეს და რაღაცები თუ რა შუაშია ის კაცო ბერძენი წმინდანი ის დალოცვილი ვთქვათ ხო კი წმინდანია ისიც აზრებს ხედავდა და ასე შემდეგ ხო ვთქვათ კინოში მასეა ნაჩვენები შეკაი ადამიანო წლების განმავლობაში ათეული წლები ათონზე ცხოვრობდა წირვალოცვაზე იყო საჭმელზე ის არ ფიქრობდა ასე ვთქვათ სიმშვიდეში იყო და ну მოკლედ ბერული ცხოვრების კომფორტი იყო ხო და მამა ნიკოლოზი ერთში ცხოვრობდა დაყუდებული კაცო ზოგი მივიდოდა რას თხოვდა ზოგი ქმარგაყრილი ზოგი გაუთხოვარი ზოგი ცოლგაყრილი ზოგი ცხოვრებისგან დაწუნებული ზოგს კიბო ქონდა ზოგი რაღაცით დაავადებული ზოგს ცხოვრების აწყობა უნდა და ზოგს საზღვარგარეთ წასვლა უნდა და ყველა ეს ხალხი მიდიოდა და რაღაცას ეკითხებოდა და შენ უნდა გაგეცა პასუხი როგორია და უნდა გეურთიერთოვა მეც ხო თქვი ახლა ჩემნაირი ადამიანი რომ მოვიდეს ჩემთან ლაზარე მართლა სერიოზულად ვამბობ ხალხის გასაგონად თუ რაღაცა კაი სიტყვებს კი არ ვამბობ და მე რო ბერი ვიყო მე ვერ მივიღებდი ჩემნაირ ადამიანს ვერ მივიღებდი რა კარგად გამიგე რა აი ვეთყოდი ხო კი ბატონო ხო აი რა იცი კაი ადამიანი ხარ შენ კი ბატონო ხო კაი ხო მაგრამ ნენელა ვერ მივიღებდი ძმაო ჩემნაირ ადამიანს ჩემნაირი ადამიანი მიიღო წარმოიდგინე რა მე ხო ვიცნობ საკუთარ თავს კაცო ამან მიიღო და ჩემნაირი ადამიანი რამდენი იყო კაი ჩემზე უკეთესებიც იყვნენ თქვა ჩემზე უარესები თქვათ რა ვიცი არ იქნებოდნენ კი ვარ ხო რა ვარ როგორ ვარ კაცმა არის მაგრამ თქვათ რა მაგრამ ანუ რამდენი ადამიანი უნდა მიიღო ზოგიერთი ისეთი დადიოდა მამა ნიკოლოსთან რომ მე ვერ უძლებდი ძმა არ შემეძლო იმასთან ურთიერთობა მამა ნიკოლოს შეეძლო და მამა ნიკოლოზი იტანდა ანუ ერთში ცხოვრობდა და შენ ადარებ მამა ნიკოლოს იმ ბერს რომელიც მონასტერში ცხოვრობდა ათონის მთაზე ძმა ვერ შეადარებ რა ეს იყო აბსოლუტურად სხვა ცხოვრების ბერი რა და თან ვერავინ ვერ ფიქრობს მაგას რომ აი იმ ბერულ ცხოვრებაში იყო ძალიან ღრმად რა იმაში ლაზარე აი ჩაშვებული აი იქ იყო სადღაც იმიტომ რომ მამა გაბრიელი ყავდა ბერი მოძღვარი და ის მამა გაბრიელი რო ყავდა მას შენც ხო გითხრა მამა ვერ უღალატებ ლაზარე ხო ანუ ის ვერ უღალატებდა მამა გაბრიელის უდიდეს პიროვნებას, უდიდეს ბერს და უნდა ყოფილიყო იმისნაირი. ესე არ არის? გამოვთქვი რამე, თქვი რამე. ზუსტად თქვი და იცი რა, ახლა უბრალოდ ხვდები ჩვენი საუბრის თავარ აზრს, აი რა აზრია მეთქი, ვფიქრობ, აი რა. ხო? და რას მივხვდი, ერთადერთი ოდნავ ძაფი ვიგრძენი რომ შეიძლება ანუ პრაქტიკული აუცილებლობა და საჭიროება თქვათ ამ საუბრიც თუ არ რამე ეს არის რომ აი რახან ჩვენ ვახსენეთ მადლის კანონში უნდა გაერთდეს ძაფი პირველ რიგში ბერ გაბრიელსა და მამა ნიკოლოზის ну მრევლით უქვია თუ რა ქვია შორის ანუ ეს გაუგებრობის
მომენტი უნდა წაიშალოს. შეიძლება ეს იყოს ჩვენი საუბრის აზრი და ნიშნები. მე ნაკლებად მჯერა მაგის ლაზარე. მეც ნაკლებად ჯერა, მაგრამ მეც ნაკლებად ჯერა ლოგიკურად, მაგრამ აქ რა შეესაქმე იცი? თვითონ იმ ხალხშიც გაუგებრობა. ჩემი აზრით, მამა ნიკოლოზის ხალხშიც გაუგებრობა, ყველგან არის. ჩემი აზრით აქ თავარი არის რა ძალაა შემოსული. საერთოდ გაგების აუცილებელი პირობაა ძალა. ძალის გარეშე არავის არაფერი არ ესმის. მამა ნიკოლოზს ჰქონდა ძალა. ასე საფრთხო წარმომავლობის, იმიტომ რომ კურნავდა ადამიანს და ამდაბლებდა ადამიანს. რაც ძალიან ძნელია რა, ამდაბლება. ამაში მამა გაბრიელს ჰქონდა ძალა. კურნავდა ადამიანს, ნუ ეს თქვენ იცით ახლა, მე ნაკლებად ვიცი. არა, ლაზარე, როგორ არის? მამა ნიკოლოზმა მითხრა, მე რომ ვერ უღალატებს, როგორ არ დავანორჩილო მასო, რას მეუნებიო, როცა მე უთხარი დაბრუნდი მეთქი და ილია მეორეს და რაღაცა შეურიგდი, არ დავემორჩილო და ვის დავემორჩილო თუ არა მამა გაბრიელსო და იქნება ეს ორი უნდა გაერთეს მეთქი, შეიძლება ეს ფანტაზია არა, მესმის. ხო, ანუ სიტყვა სადღაც ერთმანეთის უნდა ესმოდეთ, მაგრამ არ ესმით ლაზარე. ხო და არ გვეს შენ იმასაც წარმოადგენ და ამასაც, ესე იგი მოდი ესე. ხო, მაგრამ რა არის, იქ ხალხს გონია რომ იმან იცის, გამიგე მამა გაბრიელის ხალხს ასე ვთქვათ, აი იმან იცის და დაჟე არ აგიხსნის, გამიგე? რომ აი მამა გაბრიელი ესე იყო, უკვე შეურიგდა იმას, რომ იმან ეს იცის. მერე წავიდა წლები უკვე რა, ის 23-22 წლისები იყვნენ ხალხი, ეხლა 55-ების არიან, 56-ების. მაგაზე გეტყვი ხა მადლის კანონი როა მთავარი შემკრები მთავარი მადლის კანონი როა და არა რომელიმე სიტყვა თქვა მამა ნიკოლოზ მამა გაბრიელის რაღაცა ვიღაცაზე ნათქვამი მე მაქვს ამისი დიდი გამოცდილება და მაშინ შუბზე ამოვიტვირფე რო თქვა მოვიდა იქ აკადემიაში მეც ვიყავი და გამოვიდა და აი ეს გახდება საქართველოს პატრიარქიო დაიჩოქეთ უყველა მეც ვიყავი იქა მე მითხრა ხო და ბუნებაში ვიფიქრე რა ასამბლობს ახლა ეს მეთქი და გადი გარეთო მე მგონი მე მითხრა ზუსტად არ მახსოვს და მე ვაყურებდი იმ ადამიანს და ის არც პატრიარქი გამხდარა კი არა საცოლირო პირი საერთოდ არ გამხდარა ანუ ნელ ალბათ უნდა წავიდეთ იქითკენ რომ მთავარი სიტყვები კი არაა მთავარი არის მოდი აქედან დავიწყოთ გულია მთავარი გამოქმედებით ხო გულის ტკივილია მთავარი მოქმედებაა მთავარი და მადლია მთავარი თორე შენ ჭკვიანურ სიტყვი მე შენზე ჭკვიანურს ვიტყვი მესამე ვიღაცაზე უფრო ჭკვიანურს ვიტყვი და ვიჭყობოთ ახლა ამ ჭკვის ყოლოფებმა ერთმანეთთან არ გამოვა ეს მაპატიარაზე ნახე რა მინდა რა აღმოვაჩინე ასე ვთქვათ რა არა აღმოვაჩინე ბევრჯერ მithქვია რა ხშირად მithქვია ესეთი რაღაც მაგრამ რა მინდა ვთქვა რა ბიჭო ამერიკაში არის ვიღაცა გაქცეული მართლა სექტა რა ხო აი ეს თეოფილე მალაქია აი უავადმყოფესი კაცი ხო რომელიც აი დემაგოგი რაღაცა ბიბლიაში ეს წერია, იმაში ეს წერია, ამაში ეს წერია, გაიგე და ლანძღავს მამა გაბრიელსაც, საქართველოს ეკლესიასაც, მამა ნიკოლოზსაც, წმინდა ადამიანებს და ასე შემდეგ, ხო? შეკაი ადამიანო, ჩემთან რას კამათობ შენ? წადი თეოფილე მალაქიას ეკამათე რა. წადი შენ ვიღაცას ეკამათე რა, ქრისტიანობის მტერს ეკამათე. ვთქვათ, თუ ხო არიან სხვებიც, კაცო, ეხლა უცებ ეს ავადმყოფი მალაქია მომივიდა. რა იმაზე რა გონებაზე და რამდენი ადამიანი არსებობს ლაზარე რომელიც ძირს უთხრის ეკლესიას ხო წადი იმ რუსს ეკამათე რა რომ მუზეუმში რო აქვს ჩვენი ხატები და ჩვენი უძვირფასესი რაღაცა ხელით ნაგოგმანები რაღაცა სასწაული ხატი თუ ხელნაწერები წადი და იმ რუსს ეკამათე უთხარი რომ ბიჭო ეგ ჩვენია შენ მაინც არ გესმის და ტყუილა როგორც ნივთი ისე გიდევს პეტერბურგის ხელოვნების იმაში მუზეუმში თუ სადღაც სხვაგან რა მოსკოვში თუ სხვაგან გავსე ბევრგან არის ჩვენი წადი ათონის მთაზე ეკამათე ბერებს ივერიის მონასტერი რომ მიითვისეს რა გამიგე მე რატომ ეკამათები ბიჭო მე შენი ვარ მე მინდა საქართველოს კარგად ყოფნა ხო მამა ნიკოლოზისგან გადმომედო თორე რა ის ჯანდაბისის ვიყავი მე ესე ქართულად აღტკინებული ხო მამა ნიკოლოზმა მასწავლა, მამა ნიკოლოზმა მითხრა, მამა ნიკოლოზმა შემაყვარა. გამიგე და ეს გამოდის ბიჭო, ვიღაცა
გამიგე ვითომ სერიოზული ახალგაზრდა მოაზროვნე გამიგე ვინმე გიორგი რაგვარია კაცო გამახსენეთ რა თაქთაქიშვილია თუ ისა თავართკილაძე თუ რაც არის ხო და ფილმს იღებს და აი ნახე მე რა არის იცი მე ისეთი კარგი ქართველი ვარ რა რომ მე თვითონ წავედი დარბევის დროს და მილიციას ვუთხარი რომ მეც დამიჭირეთ გამიგე ცოტნე დადიანია რა გაიგე რომ მეც დამიჭირეთ გაიგე ამით უნდა რომ ნახე ხედავ როგორი მოაზროვნეა რა და ამ დროს მამა ნიკოლოზზე იღებს რაღაცას ეს ავანტყოფი კიდე ცალკე რა და ვითომ უნდა რომ ხალხს აჩვენოს ხალხმა იმაში ქუთაისის რაღაც ის იყო ხო და დააჯილდოვეს და ნუ მთელი ისანი ფეიერვერკები გაისროლეს ამ კინოზე და ნუ ხელი შეუწყეს ჯერ გადაღებაში და ასე შემდეგ ხო ბიჭო ამდენი მტერი ყავს წადი მალაქიაზე გადაიღე რა ფილმი რა 12 თუ 15 ახალგაზრდა რო წაიყვანა და უკან რო არ დაბრუნდნენ დედმამის ნახვა რო არ უნდათ 30 წელი წადი ვიღაცებზე გადაიღე ფილმი რა წადი იმ რუსებზე გადაიღე დალოცვილი მეუფე ილარიონი ხო ამბობდა რუსებთან წაგებული გვაქვს ინტერნეტში ომია რა არ მესმის არა ისი რა არის კვანძი უნდა შეიკრას ეხლა ეს წამოვიდა უბრალოდ ჩემთან რომ შინაგანში რომ ეს როგორც ჩანს მაინც პირველი არის კვანძი უნდა შეიკრას აი ეს მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზი და გაერთიანებას საერთოდ უყურებ როგორ იცი ხსენება არ უნდა ლაზარე ადამიანში მამა ნიკოლოზის და როგორ შეიკრება კვანძი სასულიერო პირებს არ უნდა იცი რა არის როგორ მაგასაც თვითილუსტრაცია ხ მაგალითად ფილმი როა რაც დღე გავა ის თავი მოიჭრა იმან გადამღებმა დღითი დღე მიხვდება ამას მე განვიცდი ეს მე თვითონ განვიცდი ბიჭო რამდენი პრობლემაა ეკლესიაში იმაზე რატო არ იღებ შენ ფილმს ბიჭო ოფიციალური პიდარასტია ეკლესიაში ვიღაცა რა ქვია რას ეძახიან ჟოზო რას ეძახიან და ის ხმამაღლა ბლატაობს და ის რუსეთში უშვებდა ილია მეორე იმას რა ქვია როგორც ელჩს თუ როგორც იმას ხო თქვათ ნუ რა ქვია თამაში რა ძიმე დროში გვიხდება ცხოვრება და შენ მამა ნიკოლოზს აკრიტიკებ წადი იმათზე გადაიღე ფილმი რა წადი 1000 კიდე რამდენია ამის გარდა მოკლედ არა რას ვამბობ ლაზარე რამე თქვი რაღაც ისეთი არა რუსტო არა ნუ არა რა არის მე მეძებ სიმართლე რა თუ შენი თუ არაკეთებ ამას მაშინ მტერი ხარ ბიჭო ან უცოდინარი ხარ ეხლა მე გადავიღებ იმას ფილმს გადაიღებ შენ ლაზარე აი გაფიცებ რომელს აი ხლა საერთოდ კამერით ოპერატორი იქნები მე ვერ ვიქნები ხო ანუ თქვათ ეხლა მექანიკი იქნები თუ რა ქვია მანქანას გაარემონტებ ვერა ხო ამიტომ იმ რელიგიას როგორ შეეხო როცა რელიგია არ იცის როგორ შეეხო ის ვითომ რეჟისორი ხო ნუ ეს ახლა ისეთი არასწორი ინფორმაცია, დამახინჯებული ინფორმაცია. ეგ არის ზუსტად ბოდიში კიდე გაწყვეტინებ კომუნისტების დროს. აი ღრმა კომუნიზმში რო დაავალებდნენ, რომ შენეს უნდა გადაიღო. რო გადაიღებდნენ და ხო რაღაც ბედნიერია, ხო იცი ის რა ქვია. ერი რა. მაგრამ იცი რა არის, მაშინ ესე ყოველდღიურად ეს იქნება მათივე თავის მოჭრა, იმიტომ რომ ეს არის ის კინო გადაღებული, ვთქვათ, კონსულტანტებიც ყავდათ, დამფინანსებელებიც, დამკვეთიც, ხო? იქნებოდნენ კინო გადაღებული, რომელიც მიმდინარეობდა სადარბაზოში და მე გეუბნები, რომ დგება სრულიად სხვა დრო, სხვა დღე, სხვა ვითარება, რომელიც ამ ფილმსაც გახდის სამარცხვინოს და ხდის კიდევაც ყოველდღიურად. და არა მხოლოდ ამ ფილმს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იწოდება ეგრეთ წოდებულ ელიტად და დასცინიან ის არა წმინდა ბერებს. ანუ რას ვამბობ ამით იცი რომ დრო იცვლება. ეს ის სიმღერა რაც მათ იმღერა საშინელი და საზიზღარი სიმღერა, რასაც ეს ფილმი ქვია, დღევანდელობისთვის არის მათთვისვე თავის მომჭრელი. შეიძლება მე სხვა დროში ვარ.
შეიძლება მე განვიცდი ასე, ეს კი ზუსტად არ ვიცი გია. ანუ მე ვარ როგორ მდგომარეობაში იცი რომ საერთოდ რა ვქენი რა მოხდა ეს. რა ვქენით და რა გავაკეთეთ და როგორ გვინდა ეს ცხოვრება გაგრძელდეს. ჩემ თავს ვეკითხები, სულ არ ვეკითხები არავის. ანუ ხო აი როგორ ჩვენ თქვი რა მდგომარეობაა ყველგან ყველაფერში და თითოეულ ადამიანებს რომლებიც ინარჩუნებენ სიწმინდეს და ფესვს დასცინიან რა ვიცი მარტო დასცინიან შეურაცხყოფენ და მე ვფიქრობ რომ ეს მაინც საშუალებას არ გაძლევენ კიდე აბსოლუტურად არ არის ხო? ეს მაინც უახლოეს დროში დასჭადია მოკლედ რა ვიცი ანუ შენ ხო ამბობ რომ აი კი ის სიმღერა რაც ნამღერია ხო თქვათ რაც ამათ იმღერეს რაც ეს კინო გადაიღეს არა რაც ეს ფილმი გადაიღეს ნუ ნელ-ნელა ძალიან შეიძლება როდისმე შერცხვეს მაგრამ ყველაფერს იზამენ რახან გადაიღეს ყველაფერს იზამენ რომ არ შერცხვეთ ანუ მტერია ვიღაცა მტერია ძმაო სერიოზული ანუ ფანატიკურად კი არა ქრისტიანული რელიგიის მტერია ვიღაცა რა. აი ვინ უნდა იყოს ქრისტიანული რელიგიის მტერი? არ ვიცი. დასაფიქრებელია. მამა ნიკოლოს როგორ შეიძლება მცხეთაში არ გამოუყო? ბიჭო, რამდენი კვადრატია? 3 კვადრატი? მაქსიმუმ 3 კვადრატი თუ 2 კვადრატ ნახევარი მიწა. დასაფლავებისთვის არ გამოუყო? მცხეთაში სირცხულია ჩვენი ეკლესიის ეგ ძმაო. მამა ნიკოლოზმა გააშიშვლა კიდე ერთხელ, აი ხედავთ, აი ნახე, რა ესე არ არის, თუ არ არის ესე თქვი. ხო და სხვათა შორის მე არ მეგონა რომ ახლებდნენ, ანუ რამე ისეთი მოხდებოდა ძალიან ცუდი. ახალი პატრიარქის ხელში, ხო? არ მეგონა საერთოდ და იმიტომ რომ იმას ესე უთხრეს. რახან მოხდა და ხდება, ხო? მაშინ ნიშნავს რომ აი ამ წმინდანთა ვერ ჯაჭვის მოქმედების განვითარება იქნება სხვანაირი და შეიძლება ეს სხვანაირობა ის სირაში იყოს რომ მთლიანად ხალხმა გააგრძელოს სადაც არის ეს დათესილი თუ გამფენილი მათი გააგრძელონ იგივე საფლავი სწორ ადგილას მაგრამ აი ხო გესმის საერო სასაფლაოზე ოჯახის წევრმა იყიდა საფლავი წარმოიდგინეთ და მცხეთაში 3 კვადრატი თუ 2 კვადრატ ნახევარი არ გამოუყვეს ბერს შეიძლება ვიღაცას არ გამოუყო მაგრამ ესეთ ადამიანს ვთქვათ რომელსაც უბრალოდ ყველანაირად აი ვერანაირად ვერ იგებდნენ ის როა წასული საქართველოს ეკლესიის მტერია რა ფაქტიურად აკრიტიკებს თავის ჭკუაში გორიდან არის და წარმოშობით მამა ინგლისში გაქცეული რა დამავიწყდა ახლა იმის სახელი და გვარი და იქიდან ვითომ ინტერნეტით აი ესეა ისია და ის ძირს უთხრიდა მამა გაბრიელსაც და მამა ნიკოლოზსაც ბიჭო ეკლესიის მტერია და მამა ნიკოლოზს ლანძღავს ესე იგი მამა ნიკოლოზი ეკლესიას იცავს მამა ნიკოლოზი იმას გვასწავლის რომ მოძღვრებს პატივი ვიცეთ ხო არ გვასწავლი და იმას მეუფე ის არისო რომ დაგუჩოქა ჩვენ წინაშე მეუფე ახვლედიანი ვახტანგ მეუფე ვახტანგი არისო დაუჩოქა ახვლედიანი მეუფე ვახტანგს მეტანია გავუკეთა მე ჩვენც მეტანია გავუკეთეთ და მეუფე ვახტანგი ეუბნებოდა ადექი მე თქვენ გიცნობთ ადექით და მეორე დღეს მესამე დღეს მეუფე ვახტანგმა გამარჯვებაც აკუთხა მამა ნიკოლოზმა დაუჩოქა მეტანია და ეს ლანძღავს ხო თქვათ რა მამა ნიკოლოზის თავდაბლობა ნახე რა და ის გორელი ხო სასულიერო პირი როა რა ინგლისში როა ლონდონში დამბლოკა კაცი როდემი სასულიერო პირი რო დაგბლოკავს რა და ეკლესიას ლანძღავს ჩვენ ეკლესიას რა და ჩვენი ეკლესია არაძლევს საშუალებას რომ მამა ნიკოლოზს გამოუყონ დასაკრძალი მიწა ნამდვილ ბერს ხო და წესის აგებაზე პრობლემა შეუქმნეს ბიჭო. შესამოსელი, ბერული შესამოსელი მე მქონდა სახში შეკერა ლიკა ჯგუბურიას დამ რაღაცას ვიღებდით და ის ძველი მტრიანი შესამოსელი ძველი მოვიტანე კი არავის უხმარი იყო უბრალოდ გარეთ იყო დაკიდებული ეს გარეთ ხა მე მაია გიგას მეუბნა
გიგაბოლონტის მეუბნები და ამ შესამოსლით დაიკრძალა ეკლესიას ერთი არაფერი არ უყიდია. რატო ისი გულისთვის ლაზარე თქვი რამე კაცო? ის არის რომ აი შეიძლება როგორ არა უბრალოდ გეუბნები როგორ ვარ მე მოწყობილი რა უკვე ეს თქმის დროც აღარ არის არ ქმნის დროა მოქმედების ძალა თუ არა გვაქვს არა პირიქით კაც მოქმედების ძალა თუ არა გვაქვს ხო რა ეს ძალა მაქვს თუ მოქმედები არა ცხოვრებამ უნდა მოგცეს ამის საშუალებაც რა ვიცი, უფლებაც, შანსიც, რომ დავიწყოთ რაღაც მოქმედება. უფლებაც. ხო, უფლებად, პირველ რიგში უფლება, უნდა რომ უფლება მოსილება და მადმოსილება ერთმანეთს უკავშირდება ალბათ. კი. აბა მადლი თუ არ გაქვს და ისე ხულიგნობა ქვია მაგას. ანუ ძალა უნდა აი ნახე ორი ნიუანსი ვთქვით ახლა. რომ ერთი ის რომ ბერგაბრიელის საფლავთან წმინდანის საფლავთან, სადაც ის დასაფლავებული იყო, მისვლა შეიძლება და მამა ნიკოლოზის საფლავი არის უარესი ძმაო ბერი გაბრიელის საფლავზე რო იყო ბუდიში რო შეგაწყვეტინე ნახე მაგრამ დაუკვირდი რა ნახე ზეთი რომელიც კურნავდა ხალხს ვერ აიტანეს ის ზეთი რო კურნავდა ხალხს ყველანაირად ეცადნენ რომ მოეშორებინათ ეს კანდელი და არა აი დაკიდეს შიგნით გადაასვენეს ეს ბიჭო თავის დაც ამბობდა მამა გაბრიელის დაც იმ საფლავზე პატარა ტაძარი რაღაცა ძალიან პატარა ნიში აეშენებინათ და ყოფილიყო ისევ მამა გაბრიელი ან ამოსვენებული მამა გაბრიელის ნაწილები იქ დაესვენებინათ რა პატარა ტაძარებით გაეკეთებინათ სამთავროს მონასტერში პატარა ადგილი სად არის ადგილი გამოუყვეს მამა გაბრიელს ფაქტიურად ადგილი არ არის ხო მაგრამ იქ უფრო სიმბოლური არ იყო, სადაც დაკრძალული იყო მამა გაბრიელი? იქ უფრო ლამაზი არ იქნებოდა? მონასტრის ტერიტორიაზე, სამთავროს ეკლესიის გვერდზე, მამა გაბრიელის სახელობის პატარა ტაძარი რო ყოფილიყო, რა უჭირდა ბიჭო მაგას, მაგრამ არა. ხო, მოკლედ აი ეს რეალობა. აი ეგ არის რა, ესე იგი, კურნავდა ის ზეთი ხალხს? არა, ბიჭო, არა, მან და მაინც ეს გაანადგურეს ასე ვთქვათ ეგ გზა რა. ფოტოშოპს გონი კანდელიც გაანთეს იქ. ხო, იქ კანდელიც არის, არა, აი კანდელი, ეხლა კანდელიდან იკურნება და იმას ქნეს რა. ნუ იქ იჯდა რა დედა პარასკევა, ხო, თქვა რა. მართალია დედა პარასკევა ეხლა აღარ მიღებს რომ მამა ნიკოლოსთან ვერ უგებდა დედა პარასკევა და კი მობრძანდა იქ სამძიმარზე, მაგრამ რა სიზავ ალბათ ესეა, ნუ მამა გაბრიელის ლაპარაკმა იმოქმედა დედა პარასკევაზეც, ხალხზეც, რომ აი გაგიჟდა, გიჟია კიდევ ვიმეორებ, ხო? აი მასე ლაპარაკობდა რა, რომ მოეშორებინა ეს ხალხი მამა ნიკოლოზისგან, ეს მრევლი და მოაშორა კიდევაც. მე პირადად ველი რაღაცას რა ვიცი. რას მაინც? რაც და მოქმედების პროგრამის ჩართვას პირველ რიგში საკუთარ თავში და ჩვენში რო ჩაირთოს რაღაც მოქმედების პროგრამა. ხო ხედავ ისა რა ვიცი რა. შინაგანად ვარ როგორ გითხრა მოლოდინში რომ შევძლო რაღაცის გაკეთება, თორე სხვა შემთხვევაში რჩება ერთადერთი გზა თითოეულ ჩვენგანს ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი პირადი კავშირი და ურთიერთობა ამ უდიდეს ჩვენ ვერ გავუგეთ მამა ნიკოლოზს. მამა ნიკოლოზი იყო მდუმარე, უნდა მისულიყავი, უნდა დაგდებულიყავი იქ კუნძივით და გეტყოდა ხმა ამოიღე, თქვი რამე, კაი, იტყოდი რამეს. თუ არა და იქ როგორ შეიძლებოდა კამათი ერთმანეთთან, როგორ შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება. არა, მოდი მე იმას გავაკეთებ, მამაო, შეიძლება მე ეს გავაკეთო, მეც ვერ მოვისვენე, შეიძლება მამაო ამ წიგს გამოუშვებ. ტვინი შეუჭამე, ბიჭო. კი, და ისა, გამოუშვიო ბოლოს რა, კი, ბორჯომში რო იყო რა. ბიჭო, მდუმარე ბერთან მიდიხარ, ან იგალობე. ან მდუმარე ბერთან როგორ ბედავ. მე ვკანკალებიც, რა ვიცი. და ანუ ესე იგი არ ვიცი რა გამოხდა სიტყვებით რა. მე ვამბობ იმას რომ საფლავი ანუ ის საფლავი არის ანუ ესე დავინახე რომ აღსადგენია ის
ნასაფლარავი არ არსებობს. 100%-იანი. ხო, ანუ ის უნდა მოხდეს ისე როგორც მიდიოდა ხალხი და მე ეს რომ მოხდება უკვე არ ვიცი მამა ნიკოლოზის საფლავთან წმინდა ნიკოლოზის ეკლესია როა შეიძლება ეს გახდეს მართლმადიდებლობის ცენტრი შეიძლება მე მიჭირს ცოტა ახლა შენ რომ მითხარი ცოტა მიჭირს უკვე ბიჭო ყველაფერს აბა არ ვიცი რა იქნება ცენტრი იყოს აქ და იქ აღდგეს საფლავი ეს იქნება ძალისკერა აქ რა შეესაბამება იცი მე რა ეჭვი მაქვს ახლა რახან თქვი ბოლომდე იქ იყო მე მაქვს ნანახი კურნებები ბერნა გაბრიელის საფლავზე კაცო პირდაპირ მაქვს ნანახი ის კურნებები ანუ რას ნიშნავს იქ იყო რაღაცა ეპიცენტრი ძალის მადრის აღარ არის აქ არის მამა ნიკოლოზთან ანუ აქ მე ყოველ შემთხვევაში იგივეა რაც მამა ნიკოლოზთან უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვხედავ თორე მამა ნიკოლოზია იქაც და ზემოფონი ჭალა მე მაქვს ეს განცდა ხო გესმის და ეს ორი რეალურად არსებული ეპიცენტრი წერტილი თუ ერთმანეთს დაუკავშირდება სულიერ სამყაროში ანუ გაივლება ხაზი ეს უკვე ძალა ტროსია რა თავისებური ბოდიში ამ სიტყვისთვის ანუ ძალა ეხლა საჭირო რომლის უკან მადლი ანუ საღვთო წარმომავლობის ძალა ის ძალა კი არა რაღაცა YouTube-ზე რო იდება ექსტრა სენსული თუ რაღაცა 1000 გვარი ისა ესეთი კი არა საღვთო წარმომავლობის ძალა და ძალას ვერავინ ვერ გადააბიჭებს და მე ვთვლი რომ მამა ნიკოლოზმა რაღაცა მე ვიგრძენი ეს წამი იყო ესეთი ვიგრძენი რომ აი ამ აქეთ ღრიანწელი ორომტრიანი კინოს გაუშვეს ტელევიზორშიც რამდენჯერ იყო და ამ დროს მამა ნიკოლოზი იქ იუველირულ სამუშაოს აწარმოებს რომ დაამაგროს იქ რაღაცა რომ ის სამყარო ამ სამყაროში ჩაინსტალიროს ანუ გააგრძელოს და დაასრულოს მამა გაბრიელის საქმე გზა და საკეთებელი ხო გესმის შეიძლება მე ვცდები ეს უკვე ეხლა ხო ამბობ მაგას მაგრამ მოусმეს ეხლა ვიღაცა და ისევ ფანატიკურად იმიტომ რომ აი უკვე მანდ ეხლა მოდი ჩვენსკენ მოვაბრუნებ მაშინ დანაშაულს შეცდომას თუ შეწოდება ეს იზამს იმ შემთხვევაში თუ აქედან ჩვენ ვერ გამოვავლენთ ქმედება ანუ მოქმედება თუ არ იქნება ფანატიკოს დაგარკვევს მეც დამარქმევს და ღირსიც ვიქნები ხო ანუ რა აბა ფანატიკოსი ვარ ვამბობ და რა ბიჭო ყველაზე დიდი რაღაცა რა იყო მამა ნიკოლოზი ცლიდა ადამიანს მორჩა რა არა ლაზარე ყველაზე დიდი შეცვლა არ არის კი ბატონო და ამ შეცვლილმა ხალხმა იქნებ სხვა რეალობა შევქმნათ და დავაყენოთ რომელშიც ადამიანი იგრძნობს რომ ეს პრაქტიკული ხალხია უაზროვნე ხალხი მამა ნიკოლოზთან საერთოდ ასაკობრივი ცენზი იყო ვინმე უგზნია ვინმე ახალგაზრდა ვინმე ეგეთი რამე საერთოდ არის თვითონაც ეგეთ რამეს ასხივებდა ახალგაზრდასთან ახალგაზრდული ბავშვთან ბავშვი იყო რა ვიცი გიჟთან გიჟი იყო ვერ ვიტყვი მაგრამ დაახლოებით ეგრეა ანუ ერგე მამა ნიკოლოზის სიდიდე იყო შეიძლება მე მამა გაბრიელი იმდენად არ ვიცი შენ იცი მამა ნიკოლოზი ერგებოდა იქით ადამიანს ანუ ცდილობდა მის სამყაროში გაშკა შესისხორცებას ანუ შესვლას და ელაპარაკებდა ნამდვილად აი ამოვიღე ხმა უფრო იცი რა არის ბიჭო გული უნდა ამუშავდეს გული უნდა ამუშავდეს მე შემძრა იმის მერე ვერ ვარ ავედი იქა ბერ გაბრიელი იქ რა უნდა ჯაჭვს და აბრას რომ არ გადაამიჯოთ აქ ფეხი აქ არის საფლავი იმისი ბერ გაბრიელის და თუ გინდათ ეს რა არის ინსტრუქცია ინსტრუქტაჟი ერქვა კომუნისტების დროს დირექტივა დირექტორია იქა თუ რა არის დედა ქეთევანს არ ქონდა ატანა მამა ნიკოლოზის ამ იმის ისა დედა ქეთევანს დედაოს მაგრამ ეს არ ვიცი მე ვიცი რა არის მუზეუმშიც კი სადაც ის არის კი შემოფარგლულია ყველაფერი მაგრამ მიდიხარ და ასე ვთქვათ მიახლები რაც არ უნდა იყოს თუ გინდა რაღაცა იყოს სიწმინდეები ხო მიახლო იქ მიახლოებაც არ შეიძლება ეს რა არის ეს მე მაიჭებს ისედაც ეჭვიანი კაცი ჩემი გამოცდილებისგან გამომდინარე მოკლედ უსურვოთ ერთმანეთს რომ მოქმედების პროგრამა ჩაგვერთოს გაიხარეთ ანუ გული გაგვიცოცხლეს მადლობა დიდი
ბუძე მოვიტყოდი, მაგრამ შენ რუსები იმდენი აგინე.